გაუმარჯოს, როგორც იქნა ალილოს მომენტი დადგა. წასვლის მომენტი. გავემზადე, თბილად მაცვია. კურტკა არა მაქვს გამოყებული. თმები გადავიწყوانწე. ხო და სადღაცას მაქვს ქუდი. ჯერ პირველ რიგში კიდევ და კიდევ გილოცავთ. ხო და მიუხედავად იმისა, რომ უმაგრესი ამინდია, ქუდი არ მჭირდება ამ წუთას, მაგრამ კაპიშონიანი იმას კი ვიცმევ თბილს. მაგრამ ჩანთაში ჩავიგდო მეთქი. ოღონდ იუკაც კაი თბილი მაცვია. რეიტუზიან ყველაფრიანად. ვიცმევ რა თქმა უნდა ჩემს ძვირფას თუდს. აი მე როგორ მიყვარს ნეტა იცოდე 1-5 წელია გავხდათ მაცვი. ხო. ჩანთა რომელსაც ვიკიდებ ხოლმე და სუზედ მიკეთია ხოლმე. გზიას ნაჩუქარი ჩანთა იყო გასარეცხი. ამიტომ გასარეცხი ჩანთას როგორ აყრი რომელი გავიკეთო? ეს არ მინდა. მოდი აი თეთრ მას ჩამოვიღებ. პატარას კი ავიღებდი. კომფორტულია უფრო პატარა. მაგრამ უნდა ჩავდო ერთი ტელეფონი. მეორე ტელეფონი. რატო ისე გაჭრიალდა? სალფეტკიც ალბათ. ხო. ვირა? ხო, დაბლა მაცივრის დაბლა რო გამოაღებ. მაცივრის მხარეს. იქ არის პარკით. ოღონდ ისა დაბალზე უნდა სუურიო რა. ეს სველი სალფეტკი იყო თავისუფლად და გამ. ამიტომაც დაგირეკა. სამსახურიდან არის მე დაურეკა. არა უკვე. ეს გამშრალა და გადავაგდებ. ამას ავიღებ. აქაც მაქვს ესენი. ეხლა მინდოდა ანგარიში ჩამერიცხა, მაგრამ 2 დღეა ხახნო თქვენთანაც ეგია TBC ბანკის იმაზე. მაკიაჟი არ გავიცავი. ხო, ისა. ანუ არ ირიცხება რა. ესე მიწერს რომ ის არისო მოგვიანებით ცადეო რაღაცა დამუშავება ვერ მოხდაო მოკლედ. გუშინ წინ ჩემ ნომერზე უნდა ჩამერიცხა, დილას მინდოდა რომ ბარბარისთვის ჩამერიცხა და ეხლა მინდა ჩავერიცხო რომ ინტერნეტი ხო უნდა ჩავრთავ. ხო და ვერ ვრიცხავ. ესე იგი რას ვფიქრობ კიდე? ჩემი მარჯვენა ხელი სელფის ჯოხი, ერთი ტელეფონი, 2 ტელეფონი და მაიკოს ნაჩუქარი powerbank-ი დატენილია, გამზადებულია და წავიღებ. შეიძლება კი არა 99% არ დამჭირდება, მაგრამ მაინც წავიღებ. თუ ტელეფონი წამიკვდა, ანუ იმას ვიწავ რა. შევაერთებ. ეხლა ნახეთ. რა ჩავდე, ესე იგი სალფეტკები ჩავდე და სელფის ჯოხი ჩავდე. ეხლა ნახე, გადახდებში შევედი. ჩემი ნომერი. ხო. ვახჩები? ჰეი. არა, პრობლემა არ არის. აჰა, შესრულებული იყო. ძნელი იყო. არანაირად არ იყო ძნელი. მოკლედ. ეს ჩანთა იმიტომ მიმაქვს რა. ეხა მინდა რომ ულიმიტო წარმატე მობილ ბალანსი. ინტერნეტის განახდა და ეტოვა დამოვიწყდა გამეთიშა წინასე. ქუდი. რაც შეეხება ქუდს. არ ვიცი სად მაქვს ქუდი. აქ ზუსტად ვიცი რომ არ მაქვს. იმიტომ როდესაც დავალაგე, მე აქ ქუდი არ დამიდია. once ერთი წამით ესეც ეს. მამიდა იყო. ნინოსაც უნდოდა სიარული რა, მანდ და ოღონდ ისა. ვაკხვარ მიდეო ქუდები. რადგან დაბადების დღეზე წავიდა იქიდან რომ მოვა, სადაც ვიქნები, იმ ტერიტორიაზე დავხვდები და წავიყვა ნინოსაც და ტასუნასაც უნდა და სიარული. არ არის. არა და ხახო ქუდები მაქვს.
გეფიცებით მაქვს. ხო, სათვალე მინდა? გავიკეთო. წესით კაი იქნება რომ გავიკეთო, იმი რომ მზე არის, სიცივია. რეკლამასავით მოვყევი ხლა. პივის რეკლამა. მე რა რომ ზამთარიო. აი ასე. ესე ჩავდოთ, იქნებ რაღაც მომენტში მოხსნა დაგჭირეთ. აჰა. ესეც ესე მოკლედ მზად ვარ. ასე თუ ისე მზად ვარ. 92%-ია ის ტელეფონი, ეს 100%-ია, ესეც დატენილია. მოკლედ დაველოდები. ვიცა ამას შევაერთებ ისე power banks, საიდან აქვს? აი ესე იყოს ეს შეერთებული და ამას შევაერთებ გარეთ. ყველაფერიც მოვასწრე, საჭმელიც გავაკეთე, ოთახებიც დავალაგე. სარეცხი შემოვიტანე, დავკეცე, დავყარე რა და შევალაგე კიდეც. კიდე რა გავაკეთე? და დავფინე. მეორე პარტია შევყარე და ეხლა მეორე პარტია რომ დაირეცხება. ეს დამტენიც უნდა წავიღო, არ დამავიწყდეს. მეორე პარტიაც რომ დაირეცხება, ბარბარე გამოყრის, მაგ ყველაფერს და ბარბარე მიხედავს. მოკლედ ლაშას ველაპარაკე და გამზადებული იყავიო ყოველ შემთხვევაშიო, ყველანაირათო და დაგირეკავო რა. მე მზად ვარ. სასაცმელები ჩავიცო, ამებს ვიცმევ, ესენი თბილებია, მესამე წელია ვიყიდე ეს და ძალიან მაგრებია რა, გადავიხადე 120 ლარი. ძალიან მაგრებია. აი ეს ცოტა უფერულდება ხოლმე, რაღაცა ხო იცით ალაგ-ალაგ რომ უკფერს იღებს და რეცხავ არ ირეცხება ხოლმე. ანუ კი ეცლება, მაგრამ ის ლაქები გვაქვს ხოლმე და წეღანც რა გავაკეთე? გაზის საწმენდის სითხე მივასხი. ოღონდ ვცდილობდი რომ ამებზე არ დამესხა და კარგ გავხეხე მერე ჟელეთი. ხო და მომეწონა. ყოველთვის მაგას არ ვიზავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გათეთრდა რა. ეხლა ჩავიცო და ამებით ვიჯდე, არ მინდა ასე რომ ესენი ისე ფეჩთან იყოს. და ასე რომ მზად ვართ. ეხლა რადგან ნინო გავითვალისწინოთ ნინო. სავარაუდოდ იქვე შემომიერთდება იუბილედან რომ მოვა. გავითვალისწინოთ ნინოსთვის ცოტა თხელინასკები ჩავდო ჩანთაში. რატო? იმიტომ რომ სად არის ქუდი? ნინოს ქუდი სადა აქვს? ბოტასები აცვია და არ შესცივდეს. მე ჩექმებით ვიარო და იმა ბოტასით. სადა აქვს ახლა ქუდი, მე რა ვიცი. აი. დედა, რამდენი ქუდები? ერთს მე წავიღებ და მე დავიფარებ. დიახაც. ვიპოვე ხა, რამდენი ქუდები ვიპოვე. აჰა. ერთი ქუდი, ერთი ნინოს. ზემოდან კიდე ვილად აცვია. რამის არის ზურგ ჩანთა წავიღო, გაგონება ექსკურსიაზე მივდიოდი. აბა ნახოთ რომელი ქუდი შეიძლება დავიღალე ხა. მე მგონი ვერა ვარ კარგად გული მეულება. ეს არის გამოგზავნილი ქუდი, ძალიან ლამაზი, პომპონიანი. ეს ქუდი ხელით გავრეცხე, რომ არ აი ეს მე მგონი ძრება, ჩვენი პომპონი. მოდი ახლა კარგად დავამაგროთ. არ დამრჩეს სადმე. ხო და ხელით გავრეცხეს რამდენი ხანი გასარეცხებში მედო არ ვერ ვრეცხავდი რა, ანუ ხელით მეზარებოდა, მანქანაში არ ვაგდებდი, რომ აი ეს ჭყრიალა რაღაცეები მეთქი დასძვრება. როგორც იქნა დავაყენე საშველი და გავრეცხე. და ერთი აქ აი ამ ნასკებს ჩაუდებ. ერთი აქ ეს ქუდი კიდე, ამასაც აქ ქონდა პომპონი და მოვაძრეთ. ზძვრებოდა იმით არის. აქვია.
ხო, მაგით არის და ეს ქუდი დავიფარო მერე თუ ესე ხა ავიწეწა. ლაკი დავისხი ხალხო თავს. რაც ეს მომწონს. ჭყრიალები. ამ ხელაქალ პომპა ამითვია რომ რატო ისე ქანაობს ახლა. არა. ნინოს წავუღებ მე არ მინდა მე ის მეყოფა აი ამას წავუღებ ეს არ მინდა. დიდი პომპონია და ისე ძლივდა ფამფალებს ხოლმე დასა და გადაჩეხოს პომპონმა. მოკლედ ეს და ეს დავდოთ ისე. გამოდის რომ სანამ ალილოზე წავედი მესამე ვიდეო აქვს ჩაწერილი. გოგოების ოთახში ისევ აწეული მაქვს ფარდა ზემოთ მიდა. ეს ნასკი ჩავდოთ. აუ ისიც ისაცვია სხვათა შორის თხელი კურტკა და შიგნიდანაც დიდად თბილად არ აცვია. რადგან ხა მანქანაში ჩავსვი და აი ესე მაქვს აწეული რომ რაღაც რო იყოს სველი. ყველაზე კარგი გამოსავალი ამ დროს არის უკლავებო. შემოვაცნო და თბილად იქნება. სადღაცას რომ მივდივარ ხოლმე. ხახლა მე მგონი მე მართლა ის ჩადამჭირდება. რა ქვია იმას? აი სადღაცას რომ მივდივარ ხოლმე რა, თუნდაც ერთი დღით, თუნდაც. აი რაღაცა ესეთ რაღაცეები ჩემ დაუნებურად მეთვალისწინება ხოლმე რა. ერთხელ ვიყავით ცეკვიდან ბაკურიანში ერთი დღით. ერთი დღით? ხო, ერთი დღით. ბარბარეც და თუ ივანი. ივანი მყავდა, ივანი დადიოდა მაშინ ბაკურიანში რომ წავიდნენ და ერთი დღით. ანუ წავედით და წამოვედით და რო ჩავჯექი მაში ავტობუსში თუ რაღაც რითიც ვიყავით და წასულები და ესა დიდი აი ზურგ ჩანთა მქონდა სულ გატენილი და დამცინეს რა მოგაქო ეგეთიო. ზედმეტი ფეხსაცმელი. ანუ ტრუსიკი, ნასკი, რეიტუზი პატარა იყო მაშინ ივანი მეორე კლასში რეიტუზს ვაცმევდი ხოლმე. თან ახლა იქ რომ მივიდოდით. რეიტუზი, შარვალი, ნასკი, კურტკა და ფეხსაცმელი თითო წყვილი ჩავდე. იმიტომ რომ ხა ბაკურიანში მედიხარ. არ არსებობს რა, ჩემთვის ვიფიქრე რომ იქ მასწავლებელმა არ გაიყვანოს თუნდაც 9 საათით თოვლში. ასე აგიხდეს ყველაფერი, რა ასე რა გაჩავდე. ხო და ესე იგი ზუსტად იმ დღეს გათოვდა ისეთი აი დიდი ფიფქები რომ მოდის სველი თოვლი, ისეთი ის საშინელი, ჩემთვის საშინელია მინდი თორე ისე ძალიან ლამაზი ამინდი იყო. ხო და ისეთი ამბავი იყო, ისეთი და ავტობუსში ჩავსხედით. და ისეთი ბედნიერი ვარ. სულ გავატიტულეს ბავშვი, სუსველი და ლუმპი იყო და ახლიდან შევქმენი რაღა კაცოდა ჩავაწვი. მერე მევიცინე რო გავიხედე, დედები მაიკებით ისხნენ და დედების ისინი ეცვათ რა ქვია. ჩასაცმელები თამთა მახსოვხარ შედა. რამდენი ვიცი, ერთი კინკილა მაიკითიო და სხვათა შორის რეიტუზი სხვას ეცვა იოანესი. რეიტუზის გამოცვლა არ დამჭირდა. აი ესე ვიცი ხოლმე რაღაცების წაღება ჩემ დაუნებურად ოღონდ რა. всё. ტელეფონი და powerbank-ი მშვენივრად ჩაიდება. გუდასავით კი წავიღებ, მაგრამ არა უშუალოდ. ესეც ესე. всё, მდათ მაქვს ყველაფერი. ფეხზე მაქვს ჩასაცმელი. ოთახებიდან და მოვალ სახში, ფეხი ფეხზე გადადებული, ხვალის წავალ სამსახურში. აი ესე. წავედი ახლა. გუშინ ვიყურებდი ფილმს. ისე რქვა. ტორნადოები როა. ტორნადოები კი არა, ტორნადო ერქვა. ხო და ესა მაგას უყურებდი. სადღაც ალბათ ნახევრამდე გავქაჩე. აი ეს სანთლის ჩაწვას რო ველოდებოდი მეთქი მაგ მომენტში. მაგაზე გადავახვე, ოღონდ საერთოდ არ მახსოვს რომელ არხზე ვუყურებდი. ხო და ესე განვისვენებ აქ სანამ დამირეკავს დღეში. დაგემშვიდობებით. აი ამის მერე ვიდეო არ ვიცი როდის დაიდება, მაგრამ ზუსტად იცოდეთ რომ უკვე
მსვლელობის ვიდეო იქნება. წავედი, აბა კარგად და კიდევ გილოცავთ შობას. მაგრად იყავით.